გაუმარჯოს ხალხნებო, როგორ ხართ, რა ფერ ხართ? როგორ გიკითხოთ, მე ვარ მოზუნგლულ კუხნაში. ხო და ყავა უნდა მოვადუღო, თქვენთან ერთად დავლიო, რომ მერე ზოგადად ანუ მერე მივდივარ ის იქ კრებაზე, ნინოს კრებაზე. ხო და ეხლა გამოვიხედე და ყველგან ნამცეთი და რაღაცა ყრია და ფსიქოლოგები რას ურჩევენ ხოლმე? ეცეჯერ ბუკა, როგორ არ მიყვარს, აი ეგ ვიყიდე ბუკის დასადები და მივაკარი. რო ვერ ვიტან, მერე რა კოინაში რო ბუკას ვეძებ. და ფსიქოლოგები რას ამბობენ? რაც გაღიზიანებს ყურადღება არ რეაქციო. გაზის დასაწმენდია, არ მივაქცევ ყურადღებას. და მე მგონია ესეც გავწუწე გუში. ია რა, ოდნავ. ოდნავ მაგ ჩაბოსაწმენდი. და მოვყვეთ კაბას რა უყავით გუში. ისე კაი არ ვარ იქ. დავი. ერთი არაფერია შეწყალება. აჰა. ახალინად. ამ წამს წავიდნენ სკოლაში ყველანი. სულ ყველანი. ეს მეყოფა კი მეყოფა გუშინ ბავშვები იყვნენ კახეთში. იცი როგორ სალონ მასწავლებელს თურქეთში ყავდა წაყვანილი სალომე და ლევანი მასწავლებელს ჯგუფი და ანუ გუში დილით უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ რაღაცა სხვა ჯგუფს რაღაცა ტრანსპორტის პრობლემა იყო რა და რადგან ერთად მოდიოდნენ, დაელოდნენ, არ წამოვიდნენ და ყავა მე ჩაუყარე ხო არ გახსოვთ. ხო და მოკლედ ამ გაუთვალისწინებელმა დროის ხარჯვამ გამოიწვია ის, რომ იმ ფესტივალზე და იმ კონცერტზე, სადაც ჯვარული წავიდა, ბავშვები წავიდნენ და მშობლებიც რამდენიმე. მეც ხო ყოველთვის მივყვებოდი, რომ აი ესეთ სიტუაციაში წამოდის ვერ გავქაჩავდი. ხო და აი როგორც ობოლი ბავშვები ვასე იყვნენ კონცერტზე. მთელი პასუხისგებლობა რეპეტიციის, მთელი პასუხისგებლობა იმის, რომ სუფთად უნდა ეცეკვათ, მთელი პასუხისგებლობა იმის, რომ რეპეტიციებზე მაინც დადიოდნენ მასწავლებლის გარეშე, სანამ მასწავლებლებს დიდებს აქვთ ეგ მომენტი, რომ ანუ დააკლავეთ თავს დიდი ანსამბლი რომელიც არის, სადაც ჩემები არიან, რომ აი ყველაფერს იდეალურად გაიტანენ და მოწესრიგება, ფორმები, დადგმა, სინქრონი ყველაფერი გააკეთეს იდეალურად. ისე რომ ერთ-ერთი მშობელი მწერდა ეკუშა, რომ დაამთავროსო ყველა აღნიშნავდა ამ ბავშვების იმას რა მონდომებას, ნერვიულობას, აბა მასწავლებლის გარეშე იყვნენ წასულები ბავშვები. რომ მიდიან ხოლმე კონცერტზე. მოდით აქ წავედით კონცერტზე რომ მიდიან ხოლმე. კონცერტამდე გადიან რეპეტიციას. იქ სცენაზე. ეს ყველაფერი გააკეთეს მათ გარეშე და მე წარმოვიდგინე როგორ ნერვიულობდნენ საწყლები. მაგრამ იდეალურად გააკეთეს ყველაფერი. მოდი ხა მაგ და არ გადაგვიწმენია მაგიდა გადავწმინდოთ და აქ დავსხდეთ. კრებაზე უნდა წავიდეთ 11:09-ზე, ანუ ისე მალე მოვა ეგ დრო, რომ ვერც გავიგეთ, ამიტომ ცოტა ვიჩქარებ რა. იმ ხრივ რომ აი ყავას რო დავლევ, მე ჰაი ჰუი და გავემზადები. კერაზე მიგაყუდოთ. ეს გასაეცხი გავხდე.
ძალიან გული მწყდება ხოლმე რომ ბავშვების ცეკვებს ვერ ვდებ YouTube-ზე. ეგრევე მიდამბლავებენ, ეგრევე მიწითლებენ და ეგრევე საჩივრები იწერება, როდესაც ქართული მუსიკა ჟღერდება YouTube-ზე. შეძენილი თუ არა მაქვს ავტორო უფლებები, რა თქმა უნდა. უბრალოდ საავტორო უფლებების გამოყენება თუ არ გაქვს შეძენილი. ეკამწერს. მე როგორ ვიჭყუტუნებს, ეს დავიჯდები. ვაი დედა. ესე იგი. ყველაფერი მოდი ვთქვათ, ახლა კაბას რა უყავეთ. დედას გულის სულის ვარდის კოკორო მოდი აქ. მოდი ჩემი პატაწინა ვირგლა. დედას მოდი ჩაგიხუტო, რომ მაინც უნდა გამოვიცვალო, მოდი ერთი გემრიელად ჩაგჯმუჯოლო, მოდი. აი, ნახე რა მაქვს მე? ბოროტო. ესა უნდა გეხვეწო, ბიჭო, რომ მოხვიდე და მოგეფერო, მოდი დედათანავ. მოდი აკაში, მახინჯოში. მახინჯოჟინო. დედას პატარა ბუჯულიანი ბავშვი ვინ არის? აქ რა გაქვს? მომეცი აქ. დურტა გქონდა, ბიჭო. მე ვგიჟდები ამ ტიპის ბავშვზე, კუტუბზე. გაჩიდი ხლა. ჩემო ტკბილა. ჩემო მძუქანო, დრო ხა კაბეჭო. ვირგლა, ყველაფერი ხარ. ჩემი ფუმფულა ხარ, ჩემი ხულიკი ხარ, ყველაფერი ხარ. დედას კურტუმა ხარ. შენახო. არ მეკინო ბიჭო, რა არის გაგაბრაზე, და უნდა მეკინო, ვიდი. აი მე მეკმინა. მე დედას სიხარულმა მეკმინა. როგორ გამიმეტე ბიჭო, მე გაგზარდე ვირგლაში. მიყვარს ეს ბავშვი, თავისი ვირგლობებით, თავისი ყველაფრით. სად არის ფუმფულა? ფუმფულა სად არის? კაი, გვეყო ეხლა, ცარცუნც არის. რატო დამაგაზე ხელი? ქრიბია. ადე, წადი, თორე გაწვალე, კიდე გაწვალე. ხო იცი როგორ ვიყო შეწვალება. ულოშებს დაგიჭერ. იმი პეტრა კუტუმი. აბიქც. მოკლედ, გუში. ხო მოვჭერი ეს კაბა. მე ბიძინა ხო მოვიდა. ჩემ მამამთილი რაღაცა ვიჭუკჭუკეთ ისა და მე ნინო დაალაშა წავიდნენ მამი და ჩემთან. მე არ გავყევი რომ ეს კაბა რო ვიცოდი რომ გაფარშული მედო ნაწლავები თუ. მივხედო რაღაცა თან ტვინში რომ არ ყავს 800 ლარი გაქვს ქალობი მიცემული და რასაც ყეტალავთ მაგას მე შეგადაშიქ თქვენი კომენტარები მოდიოდა და ვკითხულობდი რომ დაანებე თავი მშვენიერი კაბაა და კარგად გაქვს და რაღაცა ანუ თუდად არ მქონდა მაგრამ აი რაღაცნაირად ძალიან ფართეთ რაღაცა ვერ ამქონდა კარგად რა ჟაბანაკებში ხო და ეგ მინდოდა რომ დამემარცხებინა და ამიტომ მოვაჭერი რაღაცეები არა გადავჭერი სწორეზე დედა უტირე მივბლანდე დაბლანდვა ვიცი ანუ ხელით რა რომ ვამაგრებ ვიცი იგივე ფერის ძაფით რა ფერიც არის კაბა და ჩემ და გასაოცრად სტაფილოსფერი ძაფის ანუ საერთოდ არ ამქონია რა არ გამომიყენები აი არ გამომიყენებია სტაფილოსფერი ძაფი მაგრამ მქონდა იგივე ფერი ხო და მაგით ბლანდავ ხოლმე რომ მე რო კერავებ ნაბლანდს ვტოვებ ერთი შენი უფრო მყარად არის თან უბლანდავ მე ერთი პირი ძაფით არა ორით ჩვეულებრივ კარგად ხო და შევედი რას ვუყურო მეთქი თან რო დროც გავისავქნა რა რომ სასიამოვნოდ გავხადო სასიამოვნოდ რომ გამახსენა ვანო მითხრა რომ შენ ხო გიყვარს რაღაცა ესეთი სერიალებიო ზომბებიო და საშინელებებიო და რაღაცებიო და ერთი სერიალია უქვიაო გარედან თუ სწორად ვამბობდა. ნახეო, ჩავრთე ეგა. თან ავკერავ, თან უკან ვიყურები არფი ბაბახტეს. ისა რა ქვია რა? პირველ სერიალს უყურე. მერე მივხვდი რომ ისა
იყოს მეთქი არ მინდა. უბრალოდ მე აქ დაბლა ინტერნეტს იმდენად კარგად არიჭერს და რაღაც მომენტებში ჭედავდა რა და მეღალა გულდა ნერვი. დავანები თავი ჩავთე მუსიკა და იმას უსმენდი და თან ვკერავდი. გადავწყვიტე რომ მოვჭი შეკერვას, დავამთავრე რაღაცა და ჩავიცვი მივტრიალდი. მომეშალა ნერვები. გავიხადე დავაგდე პატარა საწოლზე და დავანებე თავი. ანუ არ მომეწონა და თან ვფიქრობდი ხა როგორ აღვადგენა მეთქი. ერთოთი ვიღაც მირეკავს იქი ტელეფონი. უპასუხე და კატები გავაშველე. აი ძროხა დედალკატას ეჩხუბებოდა. უბრალოდ ისავარდებოდა პანიკებში. ხოდა სად ვიყავი? კაბაზე ვლაპარაკობდი. აი და ირბინე. ამასობაში ლაშა და ნინოც მოვიდნენ. ცოტა ხანში ბავშვებიც მოვიდნენ კახეთიდან. ხო და მე წამოვწექი ტახტზე, ნერვები მქონდა აშლილი, მოშლილი. ეხლა ვფიქრობ ლაშამ რომ კითხოს იმ კაბას რა უყავი უნდა მეთქო რომ არაფერი ჯერ კაცო ჯერ არ დავთავრებია. მაგრამ ნერვები მქონდა მოშლილი, იმიტომ რომ აი ალტერნატივა რო არა გაქვს რა, რომ სხვას ჩაიცმევ. და მეორადს კი არა ფუჭებ, ახალ ნაყიდს აფუჭებ ხალო. და მაგაზე მქონდა გადაკეთე, შევთავაზო ბრაზული. ერთი ალბათ 20 წუთი არ მეძინა, უბრალოდ აი მწვანე ხალათი ჩავიცვი, ვაიმე დავიტანჯე სანამ გაშრა ხალხნო, ის ხო მეცვა და მეგონა რომ ტიტველა დავდიოდი. აი სიგრძე რო არა აქ და ფეხები გუშინ ციოდა, სხვა შევსწრებ ფეხები და გაყიდული. ხო და გამოვიცვალე, დავაგდე ის ხალათი, შევინახე, ჩავიცვი ეს ჩემი კადმოვიფარე, შევიგდე ფეხები, აი წეროებმა რო იციან და ქათმება ფეხებს რო შეყვაფე ხოლმე ბუმბულებს, ხო იცი, აი ეგ მოვიკუნტე ხალათში, გავეხვიება, დავიძინე სავით, 1-20 წუთი. არ მეძინე ხა რაც გეძინა ტელეფონი ის ტელევიზორია ჩართული და მოძრაობენ ბავშვები ხარ. ეგ შანსი არ არის, ეგეთში ვერ დავიძინე, უბრალოდ ნერვიულ ფონს ვაწყნარებდი. ხო და ერთი სიტყვით გავახილე თვალები და ჩემ თავს ვთვალე. ეხლა ადექი. კეთილინებე იცკაბა ისე დააბრუნე. ან მიიყვანე იმ ფორმამდე, რომელზეც რავი, ფიქრობ არ ვაფშე რო ფიქრობდი რას ვაკეთებდი. უბრალოდ ჭრით და ვკეტავდი. დროულად ეხლა ადექი. ავდექი. ჩამოვედი, ეს ხალათი კარგად შევიკარი. დავაბინავე ქათმების ყველაფერი რაღაც რომ მე სასირბილო არ ყოფილიყავი. აი ხარა შევუყარე. დავჯექი და დავიწყე ბლანდვა ისევ. არა, მაგრატელი აღარ დამიდი, ანუ ერთი რაც დავადე, ეგ იყო, მაგის იქით ვეღარ დავადებდი ვერაფერს. ხო და მოვბლანდე და ის იყო რა, ბოლო მომენტი. რომ უნდა ჩაიცვა და ნახო. ეხა მაღლა ასვლა არ მინდა სარკესთან რო ჩავიცვა. რომ მაღლა მინდა ისე დროს ავიდე და ვანახო, რომ უკვე მზად მექნება, მაგრამ მეც ხო არ ვიცი როგორ ამაქვს. ამიტომ აქვე ჩავიცვი და შიგნ, ანუ გარეთ რო შუქები ჩამქრალია და მარტო შიგნითანთია ეს დიდი შუშაი, რაც ოთხკუთხედი ჩანს. სარკე არ არის, მაგრამ სარკის იმიტაციას ქმნის, ანუ კარგად ჩანს ყველაფერი. ჩავიცვი, ჯერ არ ვიყურებ, ჩავიცვი, გავისწორე ღილები, შევიკარე რაღაცა და გრძნობ რომ ტანზე კარგად არის, ანუ ის რაღაცა არ ამჭირს. ეს ნელა გამოვიცი ზმასთან, აი შუშასთან და დავისვენე. აი მანდ მივხვდი რომ ნუ პატარ-პატარა დეტალები ღამაგას კერვის დროს შევასწორებ, მაგრამ მივედი იმ ფორმამდე, რაც ფიქრობდი არა, მაგრამ მინდოდა სავით. ანუ აღარა მაქვს ფართედ, მაქვს ტალზე, არა მოტკეცი და მაგრამ კარგად. სიგრძეს არ შევხები რომ ხალხო, სიგრძე ალბათ აი ესე მოაკლდა, იმიტომ რომ აქ თვითონ აჭრილი იყო ცუდად არა ეგეთ სტილი იყო.
და მე გავასწორე უბრალოდ რა, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად რო იყო აჭრილი, მთელი უკანა წელი უკანა ქვედა, მოდიოდა წინ და აი რაღაცნაირად რა, აი პოლის ჯოხს რო ტილო ჩამოვასო და გადაწიო ცოტა და ყველაფერი რო წინ მოდის, აი ეგრე მქონდა წინ. და აი მაგიტო დავიზიზღე. მივხვდი რომ უკვე სწორედ იყო და ოდნავ აი აქ იმასა გძნობდი. რა ქვია? ადგილს თითქოს და ამას კერვაში მეთქი ვიდიჩკები გავუკეთე 2 ცალი უკან თუ რაცა ქვია. შენ უნდა გამწარო, რატო ეჩხუბები იმას? და მაგას კერვისას ოდნავ ზემოთ ავწევ კიდე ან 2 სანტიმეტრით ზემოდან დავიწყებ მაგას და გაფუჭდა სკამი. გასწორდება იდეალურად იქნება ყველაფერი. აღარ შევეხები. დღეს გავრეცხავ მაგას. გავაპიწყინ უთოვებ. არც შევეხები, არც ვიტყვი, მეტა ეს ჩავიცოთ უნდა არა. 4 შაბათი ბოლოს არის დღე გათენდება? ჩაიცვი აღარც იყურების არკეში მიდიხარ. აი ეგრე. არ მთხოვოთ ჩაიცვი დაგენახო, იმიტომ რომ ჩავიცო და კიდე დავენახო საკუთარ თავს სარკეში. რაღაცას ვუზავ. ეხლა იძულებული ვარ, იძულებული არა, მომეწონა რა, რავი. თავისუფლათაც მაქვს, ანუ არ არის ის, რომ ან დაჯდე, არა მოგიჭიროს, ან გადაგიჭიროს, არა. ისე ჩავკერე წინ, რომ სიტყვაზე ერთითვის მერე თუ დამჭირდება და ანუ მუცელზე მაქვს ისე გაკეთებული, რომ ჩავხსნი ეს იწევა რა. ანუ 9 თვისაც ჩაიწმე, 10 თვისაც და 12 თვისაც რა, ეგ მინდოდა მე. იდეალურად. და მერეც გამოიყენებ. აი მე ბავშვი ეგ გამოვიდა. შენ სივირე გჭირს დღეს რაღაც ატეხილი ხარ, მე მგონი და მოგხვდეს. ფიშო, მოეთრი მოდი აქ. გამიძუყნა ჩემი ფეხი მეგოგო. ველური. თამაში უნდა გაიგე და მივიდა სათამაშოდ. რა იცის ამ ბატმა. და ისა კივის ხოლმე, აი ისტერიკა ემართება. კინამში სალოცი გახარ. ესე. ესე იგი რას ვაკეთებ ახლა? ქათმებს გამოვუშვებ. საწოლს ავალაგებ და დავიწყებ ჩაცმას. 11:30 იქ უნდა ვიყო. 1 საათი მაქვს დრო. ერთი ნინოს მივწერ გაკუნო. ნინო სად არის ნინო შპედიშვილი. გაუვარჯოს ნინო, რაფერ ხარ გოგონი? ნინო კრებაზე მოხვალ გოგო? არა, თუ გინდა რომ გამოყვე, არაა პრობლემა, გამოყვები ხა შენ და ისა ესე რომ დაიჟინებ ხოლმე ჩადაბას გამოყვები. არა მართლა მიდიხარ? თუ მარტო უნდა ვიყო, რავი, რომ წერენ რომ არა და ზოგი არ მოდის, ზოგმა არ იცის და ზოგი სამსახურშია. ერთხელ ექსკურსიაზე ვიყავით და ნინოს ვეუბნები, ყავა დამისხი, თუ გინდა რომ მე სკოლაში გამოყვე ხოლმე მე გინდა. ანუ თავი უნდა იფასო რა, სკოლაში რომ მიყევ ხავ, აქეთ უნდა დაამადლო. რა პრობლემა? ვაი ვიდედა. ეს ისინი ნუა. ბაკურიანში ჩანთარ არ ამაწევინა, ახალი გაგებული გქონდა პატარაზე და არ გამატოკა მოკლედ. ყველაფერს ეგ დაადრევდა. ძალიან მოყარს, ძალიან ძვირფასი, ყურადღებიანი და რაღაცაი რო შეძლოს ყველაფერს გააკეთებდა რა. სამშობლოში სწავლობდა და რატო გააღე ბიჭო? და იმე ფისო როგორ არის ატეხილი რა, ეს ამას და მოხდეს. ხო ბეხა ნინო რას, ნიკო რას მომწერს და ისე იმაზე გავემზადებ. ვაი დედა. ფეხზე რას იცმევ და ფეხზე ვიცმევ ტაპკების სტილის, ტუფლის სტილის რაღაცა საერთო ის არის. თეთრ ძირზეა კრემისფერი შნორაკიანები. სხვა ვერაფერს ვერ ჩავიცვევ. ეგ კი არა, ვფიქრო ბანკეტზე რა უნდა ჩავიცვა. ბანკეტის კაბად საფიქრალი მაქვს ხალხი. ოღონდ მართლა მაგაზე უკვე მენერვიულება რა, იმიტომ რომ ხა ბაზრობაზე რო ვიყავი.
ანუ არა ვერაფერი ვერ ავნახე ისეთი რომ ჩამეცვა და საბანკეტო იმაზე რომ წავალ საყიდად თუ საყიდლად თუ რაღაცა ნუ ივანეთ წამოვა რა თქმა უნდა და რაღაცა მაგრამ ლაშაც უნდა წავიყვანო რომ იქ რომ ეტყვის რომ всё კაიაო ესე იგი კაია და მაკრატელს აღარ დავადებ აი დედა ესე წავედი ახლა ბახალხმ თქვენიცით აი იცი რა მომენტი არის აი რაღაც დღეები რომ რაღაცებს არ აკეთებ გადადებ რა ანუ გაკეთებული რო გაქვთ თუნდაც კუხნა მქონდა დალაგებული ოთახები მტრები რაღაცა და ეს 2 დღე 3 დღე სხვა რაღაცა ვაკეთე და ეხლა რომ ისევ ისინია გასაკეთებელი ეგ მიზარება ხოლმე მაგრამ ხელი უნდა მივკრა მოვკრა რა წაველი აბა აბა ჰედა აბა ხო ალხმ და ჯამაათ მაგრად იყავით